რაგბში მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად ლონდონში საქართველოს კულტურის დღეები გაიმართა. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების ორგანიზებით ჩატარდა. ლონდონ ბრიჯზე სპეციალურად მოწყობილ სცენაზე საქართველოს ნაციონალური ბალეტის, სუხიშვილების და ანსამბლ შვიდკაცას კონცერტი გაიმართა. ხოლო ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სპეციალურ მონიტორზე საქართველოს საიმიჯო ვიდეო რგოლების ჩვენება მოაწყო. კულტურული ღონისძიების პარალელურად გიორგი ჩოგოვაძე ბრიტანელ ბიზნესმენებს შეხვდა. შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. ჩოგოვაძემ ბრიტანელ ბიზნესმენებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო. ბრიტანეთში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად ქალაქ ლონდონში რამოდენიმე დღეა ტარდება საქართველოსადმი მიძღვნილი დღეები, რომელზეც ქვეყანა წარმოჩენილია ნაციონალური ბალეტით სუხიშვილები, ასევე ანსამბლი შვიდკაცა, ზოგადად ქართული კულინარიით, ქართული ღვინოთი და რა თქმა უნდა მისი ტურისტული პოტენციალით. ეს ყველაფერი საშუალებას მოგცემს, რომ გავზრდოთ ქვეყნის ცნობადობა.